მოგესალმებით, მაქვს პატივი რომ მოგილოცოთ ქართულ ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული დღე და თითოეულ თქვენგანს მინდა მადლობა გადავუხადო ამ ისტორიისთვის, რომელზეც გავიზარდეთ და რომელიც ყოველთვის გვეამაყება. ეს გამარჯვება დარჩება ყოველთვის და ჩვენს თქვენს მაგალითზე შევეცდებით რომ ქართული გულშემატკივრები გავახაროთ და დიდი მადლობა ყველაფრისთვის რაც გააკეთეთ. თბილისის დინამოს ულოცავ 45 წლის იუბილეს თასების მფლობელთა თასის მოგებიდან ძალიან ვამაყობთ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თითოეულ დინამოელს ულოცავ და თითოეული გამარჯვების შემოქმედს. მოგესალმებით, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს, დიდი და ისტორიული გამარჯვება იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში და მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ქართული ფეხბურთისთვის. მოგესალმებით, მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ძალიან ძვირფასი დღეა ქართული ფეხბურთისთვის და სრულიად საქართველოსთვის. დღემდე ამ მოგებით მოვდივართ. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ და ძალიან ვამაყობთ ამ ისტორიული დღით. 45 წელი გავიდა თასების მფლობელთა თასის მოგებიდან. მინდა მოგილოცოთ ეს თარიღი, ეს ისტორიული თარიღი. ჩემთვის როგორც რიგითი ქართველისთვის და ასევე როგორც დინამოელისთვის განსაკუთრებულია ეს თარიღი და ძალიან ამაყები ვართ ამ ისტორიით და კიდევ ერთხელ გილოცოთ. მოგესალმებით, დღეს მნიშვნელოვანი თარიღია, დიდი გამარჯვების დღე. მინდა მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს და მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ თაობებისთვის და ერისთვის. მადლობა და გილოცავთ კიდევ ერთხელ. ყველას გილოცავთ ამ დღეს. ძალიან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი დღე არის ქართული ფეხბურთის ისტორიაში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, თუ რაც გააკეთეთ ქართული ფეხბურთისთვის. ძალიან ამაყები ვართ ამით. მოგესალმებით ყველას, გილოცავთ ამ თარიღს, საამაყო დღეა ქართული ფეხბურთის ისტორიაში და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ დიდი და ისტორიული გამარჯვებისთვის. ნამდვილ დინამოელებს ულოცავ ამ იუბილეს, უდიდესი გამარჯვება ქართულ ფეხბურთში, თქვენით რამოდენიმეჯერ ფინალის მომენტები ნანახი მაქვს და მინდა გითხრათ ძალიან მაგრები იყავით, გილოცავთ კიდევ ერთხელ და გისურვებთ კიდევ ბევრ ჯანმრთელ წელს.